გარყვნილება იმაზე მეტად როგორ უნდა დაგემართოს, ვიდრე დიმიტრი სამხარაძეს სჭირს. სამხარაძე ხელისუფლების სახე, პარლამენტის წევრი და ბიძინას გვერდით ხშირად გამოჭიმული ქოცია. მიჩვეული ვიყავით მისი წაბილწული გონებიდან ერის ლანძღვას, მაგრამ როგორც ჩანს ბიძინამ უფრო მეტად დაუშვა და ახლა სასულიერო პირის მიმართ ამ და უარეს გაუგონარ სიტყვებს იყენებს. მთავრობის წევრისგან ქართველი მღვდლის მიმართ ასეთი თავდასხმა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. აი კიდევ რა არის საინტერესო. ამ პოსტით ის მხოლოდ ახლა გამოეხმაურა რამდენიმე კვირის წინანდელ მამა დოროთეს ჩანაწერს. სადაც არქიმანდრიტი ციტირებს ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქსაც ეშლება. ასევე იხსენებს კრებსებს, რომლის გასაჯაროებითაც ბიძინამ ბოლო დროების ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკლესიას, რადგან ამით ეცადა ქართველი მღვდელმსახურების დიდი ნაწილის დაშანტაჟებას და მათ დადუმებას. შეგახსენებთ, რომ რეჟიმს არქიმანდრიტ დოროთეს სახელის დაზიანების არაერთი მცდელობა ჰქონდა და ახლა გადაწყვიტა სიბინძურის რეკორდის მოხსნა, რაც ამ საქმის რეკორდსმენმა დიმიტრი სამხარაძემ იკისრა. რაც შეეხება ბიძინას მიერ ტაძრების მშენებლობის დაფინანსებას, გეტყვით, რომ ტაძარი და ეკლესია განსხვავდება. რა არის მის მიერ ტაძრის მშენებლობის ფასი, თუკი მას სურს, რომ ყველა მღვდელი დაიმორჩილოს. რუსეთის იმპერიამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბევრი ტაძარი ააშენა, მაგრამ მან გაანადგურა ქართული ეკლესია. საერთოდ გააუქმა საპატრიარქო ტახტი, რომ აღარაფერი ვთქვათ 100,000-ობით ქართველის დახოცვაზე, გაუპატიურებასა და წამებაზე, საქართველოს დაპყრობაზე. თქვენი აზრით, ტაძრების შენების დაფინანსების გამო რუსები საქართველოს და ქართული ეკლესიის მეგობრები იყვნენ თუ მტრები? ძმებო და დებო, მე გული მტკივა, როცა ვუყურებ, როგორ აქრობს ბიძინა ივანიშვილი ერის ზნეობას, ყურმოჭრილი დიმიტრი სამხარაძისნაირი მონების მეშვეობით, რომლებიც ბედავენ და თან ბავშვებს, ქალებს, ერს და ახლა უკვე მღვდლებსაც აგინებენ და თან იმავდროულად იჩემებენ რწმენის და ღირსების დამცველობას. სჯობს ვამხილოთ მათი სულის სიბინძურე, მათი ბოროტი და ქურდული ქცევა ჩვენი მომავლის და ღირსების წინააღმდეგ. ისევ და ისევ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს.